ჩემო კარგებო, ჩვენი დღევანდელი დავალება ასეთია. ნახატის მიხედვით და მოსმენდილი წინადადების მიხედვით, რასაც მოისმენთ, უნდა ააგოთ წინადადება. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ გეომეტრიული ფიგურები, შეგიძლიათ ვიდეო შეაჩეროთ, მოიტანოთ, მოეწყოთ კარგად და დავიწყოთ მუშაობა. მაშა გიტარაზე უკრავს. ვიმეორებ, მაშა გიტარაზე უკრავს. მეორე წინადადება. გოჭუნიას შეეშინდა. გოჭუნიას შეეშინდა. ძალიან გამახარებ თუ ამ დავალებას რვეულშიც გააკეთებთ. ზუსტად ისე, როგორც სკოლაში გავაკეთეთ. გავაფერადოთ რვეულის 4 უჯრა, თითო სიტყვისთვის გამოიყენეთ რვეულის 4 უჯრა, შეკარით ესე ოთხკუთხედი და შემდეგ გააფერადეთ. ანუ ჯერ შემოხაზავთ ჩარჩოს 4 უჯრაზე და შიგნით შემდეგ მარცხნიდან მარჯვნივ ხელის გაქნევით გააფერადეთ უჯრას. შემდეგი ახლა კი მოდით წავიკითხოთ ნოდარ დუმბაძის ლექსი საწყალი ბაბუა. ნოდარ დუმბაძე ქართველების და ძალიან საყვარელი მწერალია, არ მეგულება ადამიანი, რომელსაც მისი ნაწარმოები ერთი მაინც არ ქონდეს წაკითხული. მის ნაწარმოებებზე ფილმებსაც იღებდნენ. ნოდარ დუმბაძე თქვენ ხელა ბავშვებისთვისაც წერდა ლექსებს. მინდა ლექსი ისწავლოთ ზეპირად და არა მხოლოდ ზეპირად, წაიკითხოთ გამომეტყველებით, მხატვრულად და ხასიათის გადმოცემით. ეხლა მე წაგიკითხავთ. მე როგორ წავიკითხავდი ამ ლექსს? და თქვენ იმედია ჩემზე უკეთაც გაართმევთ თავს. ჩემი საწყალი ბაბუა უწყინარია, კეთილი, დღედაღამ ჩაფიქრებული, ოთახში გამოკეტილი. ვთხოვ, ბაბუ, დღეში წავიდეთ, დავკრიფოთ, კახამბალია. ჩუმად, სულელო, ხომ ხედავ, რომანს წერს, არასცალია. ბაბუ, კუსტბაზე წავიდეთ, თან და კინოში წამოდი. აცალე, ბიჭო, ხომ ხედავ, ხვალ მოხსენებით გამოდის. ჩუმად, ლექსებს წერს ბაბუა, ჩამჩურჩულებენ ყველანი. ჩემთვის როდის გამოიცლის, ღმერთო, დაუშრე მელანი. აი ასე. ნახვამდის.